ორნაირად შეიძლება კაცი ჭამიას გამოყვანო. შიმშილი და სიმართლე. ჩასვამენ 7-დან 9 ვირთაგვას სარიელ კასრში და არ მისცემენ არაფერს წყლისმეც. სიბნელეში უნდა იყო. სიბნელე თუ არ იქნა ისე, არ გამოიძდება კაცი ჭამია. კასრი რკინის უნდა იყოს. თორა რომ მოშივდებათ, გაღრნიან და გაიქცევა ყველა. არ იხოცებიან მშივრები? არა. ყველაზე მეტად რომელიც დასუსტება შიმშილი, იმას შეჭამენ ვირთაგვები. ასე მიხვდება საქმე. სანამ ერთი არ დარჩება შიგ. ის ერთია ვირთაგვაჭამია. მაგრამ რანაირი სარფიანი საქმეა თუ იცი. მე ხომალდები 50 თუმანსიძლევიან თითოში. შეხედეთ? სიმაძღრით რომ თქვი? ისევია, მაგრამ ერთნაირი საჭმელი უნდა კონდეს თავსახლები. გოცინიდი, ჭამენ ისოხრები, გასუქდებიან. მერე ყელში რომ ამოუვა და ვეღარ ეკარებიან, მაშინ უნდა ბოლში კაი გამოყვანილი შაშხის ტყავის ჩაგდება შიგ. ტყავი მაგარია. ვირთხა კი არა ღორი ვერ დახნის, მაგრამ ნამეტანი ბიბზიდველი სუნი აქვს. ღონიერ რომელიც გამოდგება, ის დაეპატრონება პირველად იმ ტყავს და ატყდება ომი. არამე და არამეო. შეჭამენ ერთმანეს და ბოლოს რომ დარჩება, ისაა კაცი ჭამია. რეაქნა საწყალმოთორია. სულ ვირთხებთანა, სულ კაცი ჭამიებთან. მათი ცხოვრებით ცხოვრობს და გაემსგავს ადამიანი ვირთხას. ადამიანი მოსე შენ რაც ხა უკეთესი ხომ არ გონია?
ერთი კაცი მოფიქრებულია ეგ. ყველაფერი ერთმანეთს გავს.